Am ვიდეოში განახებთ როგორ გადავიღოთ ძალიან კარგი ფოტო ასეთ დღეში. Am ვიდეოსთვის გამოვიყენებ ჩემს Galaxy S25 Ultra-ს, რომელსაც 4 ძალიან კარგი კამერა აქვს, რაც ფოკუსური მანძილის საკმაოდ დიდ დიაპაზონს დამიფარავს. ვარიანტი პირველი: ავიღოთ კამერა და 90 გრადუსით მაღლა, ფართე კუთხის გამოყენებით გადავიღოთ მთლიანი ხის მასივი. ვარიანტი 2: ავიღოთ ხეების ხედი, ცოტათი დაზუმებით გადავიღოთ ხეების ჩაყოლება. ვარიანტი 3: მოვძებნოთ გზა, ვიპოვოთ მიყოლადი ხაზი და გადავიღოთ მიყოლადი ხაზით გზის მონაკვეთი. ვარიანტი 4: მოვძებნოთ რამე საინტერესო ობიექტი და ფართე კუთხის გამოყენებით ისე გადავიღოთ, რომ ისიც ჩანდეს ობიექტიც და დღეც. გამოგვივიდა 4 ვარიანტი. ამ 4 ვარიანტიდან რომელი მოგწონთ თქვენ ყველაზე მეტად? ვარიანტი 3. ვარიანტი 3 არის ყველაზე მომგებიანი, ვინაიდან იქ გამოყენებული არის მიყოლადი ხაზების პრინციპი. მიყოლადი ხაზების პრინციპი გამოიყენება არა მხოლოდ ტყეში, არამედ არქიტექტურაში, ასევე ლანდშაფტების გადაღების დროს და სხვა შემთხვევებშიც. იმედია მოგეწონათ ეს ეპიზოდი, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. კარგად.